შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. მოულოდნელი შეხვედრა, მეორე. მხოლოდ რკინისებური მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანები მუშაობენ დასახული მიზნის მისაღწევად და არ ეცემიან სულით მარცხის გამო. მაკოლეი. შამქორის ამბები დაშინებული მოქალაქენი რკინიგზით მგზავრობას ერიდებოდნენ. სამხედრო ეშელონების სულის გამო სამგზავრო მატარებლები საათობით და ხანდახან დღეობითაც იდგნენ სადგურებზე. ბაქოდან 4 იანვარს გამოსული სამგზავრო მატარებელი განჯაში მხოლოდ 11 იანვარს ჩავიდა. ვაგონები თითქმის ცარიელი იყო. ერთ ვაგონში ბაქოს გიმნაზიის ინსპექტორი დათა მიქელაძე და მისი მეუღლე ელენე ისხდნენ. დათა თბილისის გიმნაზიის დირექტორად დაენიშნათ. ელენეს თავისი დიშვილისათვის კორნელისათვის ბაქოდან მოეწერნა. შენ ჯარისკაცი ხარ. ფრონტიდან მომავალი ჯარისკაცები ხმას არ გაქცენენ. უთუოდ ჩამოდი და თბილისამდე მგზავრობაში და ბარგის გადაზიდვაში მოგვეშველე. თორემ ეშელონების შიშით უკვე ერთი თვეა რაც აქ ვიცდით და წამოსვლა ვერ გაგვიბედიაო. კორნელის შვებულება აეღო და ბაქოში ჩასულიყო. ახლა ვაგონის ფანჯარასთან იდგა, განჯის სადგურს მისჩერებოდა. შამქორის ამბები დაწვრილებით გაეგო გზაში და განჯა შამქორის მიდამოების ნახვა აინტერესებდა. თანაც წუხდა, ნეტავ 14 იანვარს მაინც ჩავიდოდეთ თბილისშიო. საქმე ის არის, რომ ესტატე მაყაშვილი ყოველ წელს თავისი ქალის ნინოს სახელობის დღეს იხდიდა და კორნელის ნინოობა დღეს თბილისში ყოფნა ეწადა. დათას და ელენეს ბარგის მცველ ჯარისკაცს მაზარა და ჩექმები ეცვა. ბუხრის ქუდი ეხურა და ხმალი და ნაგანი ეკიდა. დათას, ელენეს და კორნელის გარდა მათ ვაგონში ვიღაც რუსი ინჟინერი, მისი ცოლი და რამდენიმე აზერბაიჯანელი ისხდნენ. სადგურ ალიბაშლის მერმე მათ ვაგონში გამხდარმა ჯარისკაცმა გაიარა. კორნელი მაშინვე იცნო სკოლის ამხანაგი ვანო მახათაძე და დაუძახა. საუბარი რამდენიმე დღის წინათ ამ ადგილებში მომხდარ ამბებზე ჩამოვარდა. ჩვენი მგზავრი ყოფილხარ, უთხრა კორნელიმ. დეიდა ელენემაც იცნო ვაგონში შემოსული ვანო მახათაძე. ვანომ დათას და ელენეს ჩამოართვა ხელი, დაჯდა და კორნელის დახშული და ყრუ ხმით უთხრა. სხვათა შორის, კაპიტანი გიგაური და მისი ჯარისკაცები, შენი მეგობრები, სანდრო ხოტივარი, მიხა მაჭავარიანი და კიდევ ვიღაცეები იქ იბრძოდნენ. იმ დროს თბილისში რომ ყოფილიყავი, ალბათ მეც შამქორში მიკრავდნენ თავს. ჯარისკაც ვინ რას კითხავს, გიბრძანებენ და ვალდებული ხარ წახვიდე, შენიშნა კორნელიმ. რას ნიშნავს ვალდებული ვარ? ასე შეეძლოთ მეფის ჯარისკაცებს ემსჯელათ. თქვენ კი შეგნებული ხალხი, სტუდენტები ხართ და უნდა იცოდეთ და გესმოდეთ, ვის და რას ემსახურებით. სად და რად იბრძვით? შამქორის სასაკლაო შავლაქად აზის არა მარტო ამიერკავკასიის მესვეურებს, არამედ იმ ოფიცრებსა და ჯარისკაცებსაც, რომლებიც მათ მზაკვრულ ბრძანებას ასრულებდნენ. ღელავდა მახათაძე. ყველაფერი ეს ბოლშევიკების ბრალია.
ჩაება საუბარში შავწვერა გამხდარი კაცი, დირექტორი დათა მიქელაძე. ბოლშევიკების მიერ აგიტირებულ ჯარისკაცებს არც ფრონტზე ყოფნა და ომის სურს და არც იარაღის ჩაბარება. და ეს მაშინ, როდესაც თურქებმა საზღვარი გადმოლახეს და წინ მოიწევენ. მერე ურუსეთოთ ჩვენ შევძლებთ თურქების შეჩერებას. ჰკითხა ვანომ. რუსეთი აღარ არსებობს. რუსეთში ყველაფერი დაირღვა და განადგურდა. იყვირა ინჟინერმა, უიმედოდ ჩაიქნია ხელი და ცხვირიდან ჩამოვარდნილი სათვალე გაისწორა. რუსეთში ის დაინგრა, რაც დასანგრევი იყო და ახლა ყველაფერი ისევ თავიდან შენდება. შენდება ახალი საბჭოთა რესპუბლიკა. შენიშნა ვანომ და ამრეზით გადახედა აყლაყუდა სახე გაცრეცილ კაცს. მის დრაფის პალტოს და მეფის გვირგვინებიან ოქროსფერ ღილებს. ინჟინერის დუმდა. მახათაძემ კორნელის კითხა. შენ ისევ ესტატე მაყაშვილისას ცხოვრობ? ცხოვრობ ყაზარმაში. მაყაშვილებთან კი მივლინების დროს დავიარები. მიუგო კორნელიმ და ამხანაგი შეათვალიერა. შავი ტყავის ქურთუქზე მახათაძეს ჯარისკაცის მაზარა ჩაეცვა. მაგრამ ეს ვერ შველოდა მის საოცარ სიგამხდრეს. წვრილ და გრძელ კისერზე მალიმალ აღგზნებით სცემდა არტერია. ღიაცისფერი თვალები სიცხიანსავით ანთებოდნენ. კორნელის პეტოს ოთახი მოაგონდა, სადაც ვანოსთან ერთად მოსულ ამხანაგებს, გიგო თავაძეს, ბიძინა შარაბიძეს და გრიგოლ ცაგურიშვილს ართობდა. იგი გიგო თავაძის გასაჯავრებლად მენშევიკების ლიდერებს ბაძავდა სახის მეტყველებით, ქცევით, ლაპარაკით და ამხანაგებს აცინებდა. მოაგონდა მას თავის ოთახში გამართული მოწაფეთა ლიტერატურული საღამოები. მაზარაში გახვეულ სკოლის ამხანაგს მოულოდნელად ჰკითხა. ნეტა სად არის ახლა პეტო? ვინ? პეტო ნატოშვილი. ამოიოხრა ვანომ და მიუგო. შამქორში მოჰკლეს. შამქორში რა უნდოდა? თავის ნაწილს მიხვებოდა ბაქოში. თითქო მასზე იყო თქმული, სად აურსა, სად წაიყვან, სად აღუფხვრი, სადით ძირსაო, სად დაასაფლავეს ის საცოდავი. პეტოსა და რამდენიმე ჩვენი ამხანაგის გვამები თბილისში გადაასვენეს. ზეგ დაკრძალავენ. არაფერი წამოგწდეს პეტოს დედასთან. კორნელი შეძრწუნდა და დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე, მაგრამ ამ დროს ვაგონში მაღალოვის მხედრები შემოვიდნენ და დასხდნენ. ვანო მხედრებს მრისხანეთ გახედა. ომში და ჰაერზე დღედაღამყოფნის გამო გატრუსულ მათ სახეს გაუპარსავი წვერი კიდევ უფრო აბნელებდა. და ვანოს ასე მოეჩვენა, თითქოს ისინი ავაზაკები, კაცის მკვლელები და ჯალათები არიანო. ვანომ თავი ჩაჰკიდა. იგი ფიქრებმა წაიღეს. მის გრძელსა და გამხდარ კისერს მაზარის ხეშეში საყელო მიებჯინა. კომშის წნელივით დაგრეხილი ძარღვი სისხლით აღევსო. გაულუჯდა და ისევ გამალებით სძგერდა. კორნელი მიცოდა, რა დიდი გლოვაც მიჰქონდა ვანოს თბილისში. ვანო ღარიბი კაცის, სტამბის მუშის, ბათლომე მახათაძის შვილი იყო. ბათლომესათვის მანქანას მოეგლიჯა ორივე თითი და იგი დასახიჩრებული ხელით აწყობდა სტამბაში ასოებს. ბათლომეს 6 შვილი ჰყავდა, 3 ქალი ჭლექით დაეხოცა. ხელფასი არ ჰქონდა და გაჭირვებულად ცხოვრობდა ქალაქის გარეუბანში. მის სახლს აგურის იატაკი ჰქონდა. ხშირად ზამთრის ღამეებში ვანო ბუხრის ცეცხლის შუქზე მეცადინეობდა. იგი მართლაც დამშეულივით სჭამდა წიგნებს, რომელთაც სტამბის მუშები აწვდიდნენ. ამ დამშევას ერთი სურვილიღა იწვევდა. სურდა გაეგო, სად იყო ამ ქვეყნად გამეფებული უსამართლობის
ღარიბთა ტანჯვის, შრომელი ხალხის ჩაგვრის მოსასპობის საშუალება. ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში მას კორექტორი სანდრო ბარნაველიც შველოდა, რომელმაც იგი იატაკქვეშ მომუშავე ერთ-ერთ ამხანაგს გააცნო. ამ დღიდან 15 წლის ვანოს ბედი გარკვეული იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მან ბოლშევიკების არალეგალური კომიტეტის მთელი რიგი დავალება შეასრულა და რევოლუციურ მუშაობას მთელი არსებით მიეცა. უსახსრობის გამო ვანო იძულებული შეიქნა სამოქალაქო სკოლისათვის თავი გაენებებინა და სასულე ორკესტრში შესულიყო. ვანო კლარნეტზე უკრავდა, ცოტაოდენ თანხას შოულობდა და გიმნაზიაში შესასვლელად ემზადებოდა. მიზანსაც მიაღწია, გიმნაზიაში შევიდა და კარგათაც დაამთავრა. იგი კორნელიზე 1 კლასით წინ იყო. გიმნაზიის დამთავრების მერე ჯარში უკრეს თავი. სამხედრო ექიმებმა მის სუსტ ფილტვებს ყურადღება არ მიაქციეს. 1916 წლიდან ვანომ პეტროგრადის სამხედრო სკოლაში გადაიტანა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული მუშაობა. ახლად გამოჩეკილი პრაპორშჩიკი დასავლეთის ფრონტზე აღმოჩნდა და ახლა იქ ჯარში დაიწყო ფარული მუშაობა. რევოლუციის დროს პიტერის მუშებთან, მეზღვაურებთან და ფრონტელ ჯარისკაცებთან ერთად უშუალო მონაწილეობას იღებდა ზამთრის სასახლის აღებაში. ადამიანთა გულის იმედით აღსების მოწმე შეიქმნა. ამხანაგებთან ერთად გამარჯვების სიხარული უგრძნია და ბრძოლაში დაღუპულთათვის გლოვა განუცდია. რევოლუციამ ენთუზიაზმი, დიადი მერმისის იმედი ჩაუნერგა. 1917 წლის დეკემბერს მახათაძე ქართველი ბოლშევიკების ჯგუფთან ერთად პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა საქართველოში გამოგზავნა. საქართველოში იგი გამობრძმედილ ბოლშევიკად დაბრუნდა. მან რევოლუციური ბრძოლის კარგი სკოლა გაიარა როგორც აგიტატორმა და ორგანიზატორმა. მატარებელი შამქორს ჩავიდა. ფანჯარასთან მდგომი სამხედროები ბრძოლის ველს, მაღალოვის ცხენოსანი ლეგიონის და გიგაურის ბატარეის პოზიციებს უჩვენებდნენ კორნელის. ვანო აღელვებული გავიდა ვაგონიდან. მატარებელი იგვიანებდა. გზა დაკავებული იყო. მგზავრები დანგრეული სადგურისა და ახლომახლო ადგილების დასათვალიერებლად წავიდნენ. ლიანდაგის მიწაყრილი სიქით დამსხრეული და ხელყუმბარებით დალეწილი ჯავშნიანი მატარებელი ხანძრით დამწვარი და ტყვიებით დაცხრილული უამრავი ვაგონები ეყარა. კორნელი სადგურის გაღმა ველზე გავიდა. ორიოდე ნაბიჯის მერმე შედგა და გაფითრდა. გზის პირას შიშველი და ტალახში ამოსვლილი ჯარისკაცის გვამი ეგდო. პერანგის ამხანაგიღა შერჩენოდა. აქა-იქ კიდევ დაბორიალობდნენ შეიარაღებული რაზმელები. ერთმა ხელი ასწია და დაიძახა. მოშორდით! ის დარაჯი იყო. კორნელი, ვანო და მხედრები გვამს მოშორდნენ. კიდევ რამდენიმე გვამს წააწყდნენ, მაგრამ ხევში შემაზრზენი სურათი გადაეშალათ. ხევი დახოცილ და შიშველ ჯარისკაცთა გვამებით იყო სავსე. კორნელიმ თვალებზე ხელი აიფარა და იყვირა. ეს რა უმსგავსობა და საშინელება ჩაუდენიათ. მაღალოვის მხედრები გაოცებული მიაჩერდნენ ერთმანეთს, ხოლო მახათაძემ კორნელის უთხრა: კარგია საკუთარი თვალით რომ ხედავ ბანდიტების და მარადიორების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამ უმსგავსოებაში ჩვენი წილი არ გვიდევს. დანაშაული რაფი ბეგოვის რაზმელებს მოახვიეს თავზე მაღალაშვილის მხედრებმა. თქვენ დაიწყეთ და მათ მოათავეს. შენიშნა ვანომ. იგი სახტად დარჩენილ მხედრებს მოშორდა. ჩქარი ნაბიჯით წავიდა და სადგურთან შეჩერდა. ეს ვინო ხერი გდია?
რომ გვიწყრება და გვემუქრება. დაიწყო ერთმა მხედარმა. რა ვიცი, ენა კი ყველა შაგვივარდა და შენიშნა მეორემ. წავიდე ერთი საბუთები გაუსინჯო. თავი გაანებეთ, უთხრა კორნელიმ. იგი სტუდენტია, ამჟამად ოფიცერი. განა თქვენ თვითონ გული არ გერევათ ყოველივე ამას რომ ხედავთ. თქვენს ლაპარაკობთ რაღა. მაშ ისაჯობდა ეშელონებს თბილისი აეღოთ, დაერბიათ იგი და ქალაქის ქუჩებსა და ხევებში ჩვენი გვამები გდებულიყო. ბრაზით ჰკითხა მხედარმა. ვანო მარტო იდგა გზის პირას და ისევ თოვლით დაფარულ შამქორის ველს გაჰყურებდა. ირგვლივ ისეთი სიჩუმე და მყუდროება იყო, თითქოს გვამებით მოფენილ მინდორ ველზე ამ რამდენიმე დღის წინათ არავითარი ბრძოლა და სისხლის ღრა არ ყოფილიყოს. ქარვისფერი დაისი ნელ-ნელ ცხრებოდა. განჯისაკენ მაღლა ცას გაკრული ორი ღერღეტი მიფრინავდა. ვანოს ისევ ბელაგორსკი და ნატოშვილი მოაგონდა. ისინი შეუდარებელი მონადირეები იყვნენ. აწ ვერასოდეს ვეღარ დაიჭექებდა რუსი და ქართველი ვაჟკაცის თოფი. ვანო დაკარგულ ამხანაგებს მისტიროდა და შურის ძიებისა და მომავალი ბრძოლების წყურვილით ივსებოდა. კორნელი მახათაძესთან მივიდა. კორნელი, მიუბრუნდა მას ვანო. მე გიცნობ შენ სკოლის მერხიდანვე. შენ პატიოსანი, წესიერი და კეთილი კაცი ხარ. რატომ სახურობ შენ იმათ არმიაში? მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო თურქებისაგან დავიცვა. სხვანაირ პასუხს მე შენგან არც მოველოდი. პატრიოტული მოსაზრებით მიხვალ არმიაში, მაგრამ დაიხსომე, ურუსეთოთ თურქებს ვერ გაუსწორდებით. ჩვენ ხომ მოწყვეტილი ვართ ამჟამად რუსეთიდან. გარდა ამისა, რუს ჯარისკაცებს არ სურთ ომი. ისინი ამიერკავკასიიდან გარბიან. კი არ გარბიან და დეზერტირობენ, როგორც ამას მენშევიკები და სხვა ნაციონალისტები გაჰყვირიან, არამედ მიდიან, რომ დაეხმარონ საბჭოთა ჯარებს, რომლებიც კორნილოვისა და კალედინის კონტრრევოლუციური ლაშქრის წინააღმდეგ მოქმედებენ. ჩვენში რომ საბჭოთა ხელისუფლება იყოს და არა რევოლუციის მოღალატეთა ხელისუფლება, მაშინ აქ სულ სხვა ვითარება იქნებოდა. მართალია, მაგრამ რა უნდა ვქნათ? თუ ჩვენში ჩვენი მთავრობა შედგა და ჯარისკაცები არ სცნობენ მას, გასაკვირი არაა რომ არ სცნობენ. ისინი ხომ მუშებისა და გლეხების ხელისუფლებას უჭერენ მხარს. მენშევიკები, დაშნაკები, მუსავატელები ცდილობენ დაარწმუნონ ხალხი, რომ ჩვენი ხსნა რუსეთიდან გამოყოფაში ნაციონალურ დამოუკიდებლობაშია. მერმე და ბოლშევიკები განა ნაციონალური დამოუკიდებლობის წინააღმდეგი არიან? იცი თუ არა შენ რომ სწორედ ჟორდანია და ქართველი მენშევიკები იყვნენ წარსულში წინააღმდეგი რუსეთის ფარგლებში შემავალი განაპირა ერების არა მარტო დამოუკიდებლობისა, არამედ მათი ავტონომიისაც. ხსმენია თუ არა შენ რომ ისინი მოითხოვდნენ უდღეურ ხალხისათვის მავნე, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ავტონომიას. საქმე ლოზუნგებში კი არ არის, არამედ ადამიანებში, რომლებიც იმ ლოზუნგებს ცხოვრებაში ატარებენ. განა ნათელი არ არის, რომ ჩვენი მესვეურნი თურქეთის, მით უმეტეს გერმანიის წინააღმდეგ არავითარ ომს არ დაიწყებენ და არც შეუძლიათ აწარმოონ. ისინი ლამაზი სიტყვებით ატყვილებენ ხალხს, საქმით კი ცდილობენ საქართველო გერმანელებს და თურქებს ჩაუგდონ ხელში. ისტორია მეორდება, კორნელი. ჩვენი ნაციონალისტები დაუბრუნდნენ იმ გზას, რომლითაც უცხო ქვეყნებზე დაყრდნობით
ჩვენი ფეოდალები მიდიოდნენ. ისინი ფეოდალები იყვნენ? გაუბედავად მიუგო თავბრუდ ახვეულმა კორნელიმ. მე შევიკები ხომ სოციალისტები არიან. გახეხე მათი წითელი კანი და მალე დაინახავ თეთრ გულს. ცოტა დაიცა, ისინი მალე აიხდიან ნიღაბს. მაშ რა გზას დავადგეთ? რა უნდა ვქნათ? რა ვაკეთოთ? ის რაც რუსეთში, უკრაინაში მუშებმა და ჯარისკაცებმა გააკეთეს, ის რასაც ისინი ბაქოში და ჩრდილო კავკასიაში აკეთებენ, ერთადერთი გამოსავალი ჩვენთვის საბჭოთა ხელისუფლებაა. კორნელიმ ვერაფერი ვერ უპასუხა. საუბარი მეგობრებს ელენემ შეაწყვეტინა. დეიდა კორნელის ეძახდა.